წამოვედი ყველა სამსახურიდან, იმიტომ რომ რა აზრი აქვს. იმიტომ რომ ნახე როგორ ანუ ეს ჩაწერა სანამ ბოლოს ამწავა ლონდონში და ამიტომ City of London baby. ახლა ჩავარნე იქ ვიცხოვრებ სამ ბიჭთან ერთად და მე ვარ ერთი ძალიან new girl of my life. ხო და ხო სერიალი new girls. ხო, დეგრე იქნება ზუსტად ალბათ. კაიუბანში, ჩრდილოეთ ლონდონში და ახლოს არის კემდენთან, რომელიც ჩემი საყვარელი ადგილი არის ლონდონში. და შევხედავ რა მე უკვე უნდა ჩამობრუნდე, რომ ეს გადაცემები ჩავწეროთ. აგრეთვე მე ვსვამ წითელ ღვინოს და მე ვსვამ კაპუჩინოს სანგემრიელს. ეხლა უნდა ვთქვათ ვინ გვიყიდა. კავერში ვართ ჩვენ და მოკლედ ესე უბრალოდ ჩამოვიარეთ და აქეთ თამა დაიჭდა. ეგრევე მივახდით, სტუმარი ხო იქნება ჩვენ გადაცემაში. კიდევ ჩამოვათვრიეთ. ეგრევე დავფიქრდი რომ მეთქი ეს უკუღმა ჩავიცვა რომ ვითომ სხვა დღეა. ვითომ ახალი ჩაწერა. მაგრამ ჯერ არაო, მაგრამ მოვალ აუცილებლად და პრომოუშენი როცა დამჭირდებაო. ხო და აი ღვინოზე დაგპატიშა ანუ ძალიან კაია. კი და ეხლა იქ იმაზეა პრობლემა რომ აუვსეთო. სასმისი ბოლომდე. არა დავცალე უკვე, მაგრამ მე ვერ დავლებდი, იმიტომ რომ კბილები გამეწითლდება. ორი კაი ღვინო და საერთოდ როგორ მომენატრება? კიდე ცოტა საშუალება რა. მით უმეტეს რას აკეთებ გოგო ეს რა პროპაგანდაა. აი ერთი რომ მოსვა რა. არა, მაგრამ სუნი. ძალიან ველოდები იმ მომენტს, როცა ჩემთვის შესაძლებელი იქნება ნარაფხეზელ მდგომარეობაში ყოფნა, ესე შეიძლება რომ თქვა, არა. მაგრამ ისა რა ქვია, ცოტა ხო გაცობა და ის მენატრება და ჩემი თავის დაბრუნება რაღაც პონჩი და შევედი ვარჯიშზე. და ადრე იყო რომ ვარჯიში მაძლიერებდა უფრო. რაღაც უფრო იხოდებოდი, ენერგია თავისუფლებოდა. ეხლა ვიტანჯები სტაბილურად. მართლა. აუ ძალიან ძნელია, ისე კუნთე ისინი მткиვა, მუხლები. სიარუსას. იმიტომ რომ ანუ ვარჯიში დავიწყე 105 კილო ვიყავი რომ დავიწყე ვარჯიში. გჯერა? ძლივს თან ჩემი ვარჯიში რა არის? მარტო კარდიო. მარტო კარდიო, იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხო ეს ძალიან დიდი წონა როცა არის. წონა და აგრეთვე ახალ ნამშრომლობებზე როგორ ხდება ვარჯიში მოსვლა? მე მგონი არა. მაგრამ ცოტა კი. ანუ ChatGPT მითხრა რომ ChatGPT-ს კითხება. ტრენერმა თქვაო, ChatGPT-ს კითხავო. უღად მარტო ეგ მითხრა. შენ იცნობ ჩემ ტრენერს? არა, მე არ ვიცნობ შენ ტრენერს. შენ ტრენერი მიცნობს მე. Maybe. მოკლედ ChatGPT-ს კითხა და ესე მითხრა, მაგრამ მე გადავამოწმე კიდეც ხალხო. ChatGPT-ს მითხრა, რომ პირველი ორი თვე არაო და მესამედან AI-სთან და Cloud-თან გადა. Dragon something. ChatGPT-ს მითხრა, რომ ორი თვის მერეო შეიძლებაო, მაგრამ ეს იოგა და რაღაცეებია და სადაც იოგა, მეთქი იქ ეს იმძიმეები, განამართლა. მხოლოდ კარდიოს ვაკეთებ, სწრაფად დავდივარ. მაგრამ თბილისში ახლა მოთოვა, ამიტომ გარეთ ვერ დავდივარ და მხოლოდ ჯიმში მივდივარ, რომ ვიარო. იოგა რატო არ გინდა? რაღაცა მგონია უფრო სპირიტუალური რამე ვიდრე სპორტული. მე მგონი არა. მე სხვადასხვა აქციებზე რო დავდიოდი ხოლმე. უფრო აქტიურად ვიდრე ახლა. ყოველდღე რო იყო რა, ეს ღამე, თელი ღამე იქ რო ვიდექით და რაღაც დასაწყისში სახში რომ მოვდიოდი, საშინელი ზურგის ტკივილები მქონდა რა. და ყოველ ან პირველად საერთოდ ვიწექი და ვერ ვჩერდებოდი ისე მტკიოდა და მეთქი მოდი იოგას გავაკეთებ თქო და ეგრევე გამიქრა. და საოცარი რაღაცა ეხა გაწელობის გამო ალბათ. ეხა რადგან ნაკერები მადებს ვეღარ ვაკეთებ. ერთი დღე დავიწყე, მე ნაკერები დამედო და მე ვეღარ ვაკეთებ უკვე, მაგრამ აი ხა თებერვალში რომ მივდივარ ლონდონში და ცოტა ისეთი პერიოდი მინდა მქონდეს რა, რაღაცა ჩემს ფილმზე ვიმუშაო, ვნახო მასალები რაც გადავიღე, აგრეთვე ჩემი მეგობრის ფილმს ვამონტაჟებ, აგრეთვე ამის რილსები გვაქვს დასაჭრელი და რაღაცა. ფილმებია მზადებაში ხალხო. ხო, და ძალიან მიხარია რომ ქართული კინო ისევ კეთდება. მიუხედავად ყველაფრისა. ხო და ანუ რაღაცა ეს ერთი თვე მინდა რომ ცოტა ისეთი და მინდა რომ ეს იოგა და მედიტაცია დავიწყე აგრეთვე. უკვე ორი კვირა მედიტირებ. ოღონდ რაღაც ეს არის პოდკასტი არის იმაზე Spotify-ზე და იმას ვუსმენ. და ესე მედიტირებ და მეუბნება რომ გიყვარდეს ყველა. არავინ არ განსაჯო. და ერთი დღე არავინ არ განმისჭია. ჩემი მეგობარი მიყვება რაღაცას თავის ყოფილზე, მეთქი არა უშავს. კაი ბიჭია. მე ვერავის ვერ გავსჭი. აუ ეგ ძალიან მაგარია. ისე რო შორდებიან ხოლმე დავაკვირდი ჩემ თავი დავიჭირე მაგაში გუშინ რომ ახალი დაშორებული როა შეყვარებულს ჩემი მეგობარი. იმას ჯერ არ ლანძღავ. იმიტომ რომ შეიძლება შეიგნენ. გოგო, ხო, და მე შეხარ ცუდი. ამიტომ ვაცდი ხოლმე და სწორი ვიყავი. ერთხელ შერიგდა
და მეორეჯერ უკვე 4 დღე რო გავიდა არ შერიგდნენ ერთი კვირა გავიდა ორი კვირა მე ვლანძღავ. მაგრამ ისე გინდა ხოლმე განაცხადა თუ გიწევს უბრალოდ რადგან დაშვერდნენ. მე არ მომწონს შეუფერებელია. ეს ადამიანი ვერ არჩევს შესაფერის პარტნიორს რა. თვითონ ძალიან კაია რა, perfect სულ ყოფილი და. ისი არის უბარ. ახლობ თქვა სახელი? მეთქი ჩემზე ყველა მაგრამ გამსკო. შენ იქვე გილანძღავ კაცო. ხო, ბანუ ყველა საქმეზე აიხსახება. ყველას გასაგონად. აუ არა, ეხლა ოღონდ ბრიტანეთში წარსულის აჩრდილებთან მიახლოებას გიკრძალავ. არავითარი კომედი კლუბები. არა, კომედი კლუბებში უნდა მივიდე. რო გამოვიდე, მაგისთვის მომწეს ის ვიზა. მაგარი იმედით მივიდე, რომ ახალი ცხოვრებით. ახალი ცხოვრება კი არა, პირდაპირ მიეშვები ახლა ძველ ცხოვრებაში. არა, კაცო, ანუ კომიკოსის კარიერა უნდა ავიწყო. რაც ანუ ამას რომ ამბობ ხოლმე. ეს ხო ის დაგინებული. ანუ ვიზას ხო წაგართმევენ თუ ეგარ არა არ წავართმევენ, მაგრამ აღარ გამიგრძელებენ 5 წლიანი ვიზა მაქვს ხა და ხანდახან რო ფიქრობ, რომ ვიღაცას რომ ვეუბნები, რომ ლონდონში მივდივარ, იმიტომ რომ კომიკოსის კარიერა უნდა ავიწყო. ანუ გამგარია. გიჟი ხო არ ხარ? ოცნება და ხარ მაგის გამკეთებელი. ისე მაინტერესებს ბერას თუ გავაცინებდი. კი. გინახავს მაგის ისინი რილები. ანუ რაც გონია, სასაცილო არის? ხო, მაგრამ შეიძლება მე რაც გონია სასაცილო, ის არ გონია ბერას სასაცილო. ხო, ისე იცი რომ კაცებს ის ქალები გონიათ სასაცილო, რომლებიც მაცხოვრებებზე იციან. აი, პროსტა. ის სასაცილოება ხო მნიშვნელოვანია? კაცისთვის თუ ქალისთვის? ყველასთვის. მე მგონი მეც ეგრე აღვიქვამ კაცს, ჩემ ხორობებზე თუ იცინეს, ესე იგი სასაცილოა. ჩემი ყოფილი შეყვარებული სუიცინო და ჩემ ხორობებზე და მე ყოველთვის მეგონა რომ ძალიან სასაცილო კომიკოსი იყო და სხვები ამბობენ რომ არ არის სასაცილო. არა, ხო ნახეთ ვიდეოები, მარტო შეხარ სასაცილო იქ, თელ ბრიტანეთში. შენ და ჯერ ვაისი. ნახე. ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შესაძლებას აიხდნენ და აქ რო ჩამოხვი, მაგრამ ცნობილი კი ხარ უკვე, იმიტომ რომ ვიზა რომ მოეცათ ნინიკო, სულ გახსოვდეს, დაგგუგლეს. და გადაწყვეტეს რომ შენ და ჯერ ვაისი ხარ საუკეთესო. და ყველაზე მეტად რა მომწონს იცი, ChatGPT-ს რო ეკითხები, ვინ არის ყველაზე პოპულარული კი არა და რაღაცა ცნობილი სტენდაპ კომიკოსია და საქართველოში და ამიტომ ნინიკოს. იმიტომ რომ მე ხალხს ფული გადაუხადე რომ ჩემზე სტატიები დაეწერა. ინგლისურად და არავისთვის ფული არ გადამიხდია, ვთხოვე ძალიან გულწრფელად, გთხოვთ დამეხმარეთ თქო. ამას ხო ვინ იტყოდა? ამიტომ ავირჩიე ის. არა, ხო, ანუ ძალიან მიხარია პირიქით მადლობელი ვარ, ანუ რო დაწერე, ანუ კრიტიკული ესეები დაწერეს. ხა ფული არ გადამიხდია, არ მქონდა ფული. ხო, არა, ჩამოვალ ერთ თვეში. ან ჩამოხვალდა, მასე ამბობდნენ ისინიც. ვიყიდე უკვე ბილეთი ხო არა, ძალიან გვინდა. ისე სიხშულებს არა, მაგრამ ანსამბლებს მიყვებოდა ხალხი თურმე, ვიცი? აი, ჩვენ მაგიტო გვინდა რომ რა ვიღაცამ დაგვაფინანსოს. British Airways. რო ამას ბილეთები მოცეს, მიცეს რომ დაბრუნდეს ხოლმე. ხო, გთხოვთ. დაგვაფინანსეთ. გოგოებო, თუ თქვენი შეყვარებული მუშაობს British, რატომ გონია რომ სუბიჭო პილოტი? აუ, ძალიან მომწონს პილოტები. თუ თქვენი შეყვარებული არის პილოტი და მუშაობს British Airways-ში, გთხოვთ გაგვიჩითონ პარტნიორობა. ან ეხა თუ გიყურებთ და პილოტი ხართ და მუშაობთ, მაგრამ პილოტებს არ ეკითხებიან ალბათ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს. ხო და აბა შუაში დააშანტაჟოს ჰაცაში როცა? ეხა დააფინანსებ, თორე ამ პეტრინავს არ დავსვამ. და დატრიალებს. ჩაგერიცხად რომ წერს ვერეკი. კი. ხო, ველოდებით მოკლედ რა. ძალიან მაგარი არის. ერთ თვეში ვნახავთ ერთმანეთს მე და შენ. შენ ესეთ რა მოხდება ამ ერთ თვეში თუ ორ? ერთ თვე მარტის. ერთ თვეში ხალხო კი. კაი, ეხა აი ძლივსვით მენ ისე მიხარია ვინ ყავს. ძალიან მაგარი გადაცემა იქნება ჩემი აზრით. ჩემი აზრითაც და ძალიან იცი როგორი იქნება? ეხლა ოდნავ სევდიანი ვარ მე თან შენი წასვლის გამო და თან იქნება ძალიან სახალისოც და იქნება თან ცოტათი სევდიანიც და ძალიან ქართული რამეა ეგ. ამიტომ დღეს ვაანონსებთ ძალიან ქართულ ტრაგიკომიკურ გადაცემას. კი ბატონო და თუ შეიძლება გამოაცხადოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი და დაქალია უფლებადამცველი აქტივისტი და სტენდაპერი ნატა ტალიკიშვილი. გთხოვთ შევეგებოთ. აი მე დამი ფლეშბექ დაიმე. მუცელი შეწიეთ, ძუძუ აწიეთ და დავიწყეთ. მე მგონი ამასაც უნდა ვკითხოთ მარიკა როგორც გასწავლდა როგორ უნდა მონუსხო კაცები და რაღაც აბა გახსოვს როგორ იყო? მოიცა როგორ იყო? ვიცი ქვემოთ ჩახედეო, მე თვალები და ქვემოთო და აბა დაველამდი. დაბლავნეთ, სად უნდა ჩახედო ქვევით? არა, ქვემოთ უნდა ჩაიხ არა კაც კი არა. თვალები დახარო, მე ხო და მე დაახარ ხო?
იმე თურმე ყველა მიცის. არა, მე სტრატეგია არ აბა რა. მე არასდროს მომიხიბლავს კაცი არ ვიცი, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ იქით მწერს ხოლმე ვიღაცა სულ იქით ცდილობს მოგხიბლავს. რამდენად მომიხიბლავს არ ვიცი, მაგრამ თუნდაც ერთი გაქანავებისთვის ან საქანელაზე მე ხო ატრაქციონები მაქვს ჩემი. ხო და ეგ მომენტი არ მქონია, თუმცა რაღაცა ესე ფლიტი მქონია, რაღაც წამიანი, კარგად გამომდის. კი? ხო. რამე ის გაქვს pick-up line-ი? აი ზებრაზე გავიცანი ესეთი ძალიან მაგარი ტიპი. გადასვლისას? ხო, გამომელაპარაკა და დაარტყა მანქანა. არა, გვერდით მომიდგა და ძალიან დავიბენი, რაღაცა თითქმის 40 გრადუს სიცხე იყო, რაღაცა ქავთარაძეზე, იქ რა ქვია, მოდულის შენობასთან, ხო, მოდული. სუსისაც ზის? რაღა მანდ. ხო და მაგიდან გამოვიდა ქალა დიპლომატი რაღაცა და მე რაღაცა იოფლი გამდი, ზაღლით, თანდე ჩემი ზაღლი 120 კილოა და დენას გავს და ხო და ეს გვერდზე მომიდგა და მეყურეს და ვერაფერ გავოცინე და მომცემ და ჩაიწერე თქო WhatsApp-ზე მომწერე თქო და ჩემი თანამშრომელი რომელიც 40 წელია გათხოვებას ცდილობს მომდევნო მინატა შენ რაღაცები უნდა ვისწავლო. ანუ ვერაფერი არ მისწავლე რა ვიცი გაგეცინა. ეს ხდება ზებრაზე, სუსის წინ. ხო და მე მითხრა რომ არა რომ გამეცინა აქედან სად მივდივარ ვიცი. ანუ შენო იმიტომ მოგწერაო რაც შენ გაქვს მე არ მაქვს ხო. ქარიზმა. არა, ხალხო. X ფაქტორი. მაშუაშე, კარიზმა და X ფაქტორი. ვიღაც უნდა და რაც შეთანაშრომლობს. სისგენდერ კასკო და აღარა ვის და. შენ გაგიმართლა. თანისეთი კარგი ქმარი ყავს და არ დადო სადმე ფოტო. გრების თვალი ეცემა. მე მართლა. ხო, ხალხო. მაგათ დაუდგეთ თვალ და გინდა ჯადო გაუკეთებია ვინმე მოვა. ჯერა შენ ჯადოსი? კი. ხო, გაიკეთებია ვინმესთვის? არა, რა ვიცი, არ დამჭირდება. არ დაგჭირებია, ხო, მაგრამ შენ როგორ ფიქრობ, შენ გქონია ეჭვი რომ შენთვის გაუკეთებია? სულ ანუ ინტერესის გამო დავდივარ ხოლმე სულ მკითხავებთან და ხომ გეხოცებით ვირჩიე, გვინდა რომ მოვიწვიოთ. ჯღიბავებთან და ვიღაცებთან ესე მოლოცავებთან და ყავს ერთი კაი. იცი რა ეს 100%-ით ცოტა რთულია ნდობა, მაგრამ მითხრა რომ ჯადო გაქვს გაკეთებულია და დამარხული გაქვს აივანზე. თუმცა თქვენ მეორე წელი რაც აბინაში გადავედი თქო და შანსი არ არის თქო, ჩემი არ არის თქო ეგ ვინა თქო და აივანზე არ მექნება თქო. მე რაღაცა ანუ არ მივაქცია ყურადღება, ვიფიქრე რომ ალბათ თანხის გამო მეუბნები თქო, იმიტომ რომ რამდენი უნდა გადაიხადო, იმდენი უნდა გადაიხადო და რა მოგეხსნას? ხო, უნდა მოგიხსნაო და რამ მაგის მე გავიდა 6, ანუ 5-6 თვე, იმიტომ რომ ზაფხული იყო. მე შემოდგომით ვიყავი და გვიან და გაზაფხულზე გამოვიტანე ყვავილები. აივანზე მიწავნა გამომეცვალა და ვიპოვნე რაღაცა პატარა ბოქლომი და სავარაუდოდ იყო სურათები, არ ვიცი, იმიტომ რომ იყო ანუ ძალიან დიდი ხნის ეს მცენა, ეს გოთქოთანი მოჩქერთმა ჩემმა ტრანსმა დაქალმა და მეორე ტრანსმა მეგობარმა მომიტანა ტრანსმა კაცმა. და ეს ალბათ 12 წელია 13 დამოქვს ბინდან ბინაში. ზოგი მცენარე რომელიც ძალიან დიდი ისდება და სამსახურში მიმქონდა, მე ძალიან მიყვარს მცენარეები, მებაღება და ლანდშაფტის დიზაინერი ვარ და ბევრი პროფესია მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი ჰობი იყო და ბარემ მე ვთქვი პროფესიაზე ავიწისებ თქო და ის რა ქვია მე მივხვდი მე ეგრევე წავედი ამ ქალთან და ვთხარი რომ მართლა თქო ვიპოვნე თქო და რა უყავი მდგარბი სახში მაქვს შენახული თქო შეინახა ჯადო მეორე დღეს ვეწავედი ნომერი არ მქონდა ვერ ვიპოვნე პირველად სად დავეკონტაქტეთ და მივადა კი ესე და იქ ცოცხალი რიგი იყო და ჩავდექი ოღონდ მე რო უკვე ძუძუებით მივედი და ნატამი ანუ ადრე კი ნატამი ვედი მაგრამ რაღაცა სხვა ვიძე ვიყავით რაღაც და რო თქვა რომ შეიცვალა შემთხვევაში მაგის მე არა რა ვიცი ის თითქმის არაფერი ან არ დაკვირვებულა რა ვიცი რა იყო იცი ფერად ანუ ეს ეტყობოდა რომ სხვადასხვა ფერის ძაფები იყო ანუ ჩაოლებრივი ქაღალდი არ იყო რაღაცა პოლაროიდის სურათები იყო ანუ ვისი ფოტო იყო არ ეტყობოდა სავარაუდოდ ჩემი არ ვიცი იმიტომ რომ გამქრალი იყო კადრები და შუაში იყო რაღაცა ცხიმი ან იმიტომ რომ ეს ცხიმით იყო გაჟანთილი და დაპალი არის ანუ გაფუჭებული არ იყო რა და ანუ ბევრი დაჟანგებული ნემსები იყო არ მახსოვს არ დამიჩნია კორცრაც უთხარი ბევრი ფერად ძაფები და რაღაცები ქონდა დახვეული ეგ არის ჯადოა ხო და რაღაცის ცელმა რაღაცის დაობებული არა ტრასმა გამიკეთა ცოლი რა შუაშია ვიც მოგიტანა ყვავილი მე მაგაც ცოლებთან დაკალობ და ოფაქტურად მაგათ ოჯახს მე ვუნარჩუნე არ ვიცი იცი რა ვერ აღვიქვი ეგ სერიოზულად თუმცა ჩემს გარშემო ყველა განიცდიდა და მე ამ ქალთან რომ მივედი ისეთი რაღაცები მითხრა ჩემ ბავშვობაზე ჩემ ოჯახზე რომ არ უნდა ცოდნოდა
ან რაღაცები მე ძალიან ბევრი ლაპარაკი მოყვარს ძალიან ღია ვარ ყველაფრის მაგრამ აი რამდენიმე საიდუმლო არის რომ მე არ ვამხელ და არ ვამბობ იმიტომ რომ ჩემთვის განა რამე პრობლემა უბრალოდ ჩემთვის არის ძალიან მჭირდება და ძალიან დისკომფორტი მაგის გაგვიზრება თავიდან რა და ამ ქალმა იმენა ჩამიშალა ვინ არის მოგვეცი ნომერი მოგცემ საკონტაქტოს და მიდი მოვიყვანოთ და ვამკითხავთ წინასწარ უნდა არ მგონია რომ მოგიდეს ისე მე მაინტერესებს რა ხდება ანუ ამხელა ცხოვრებას ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ხო ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და რაღაც კითხვები შენ უნდა დაუსვა რაღაც გაგჭირდა თეთრი კაცი და აღერ სესია რატო თეთრი იცი რა ესე არის ეს შავი უნდა გეთქვა რომ გაეხარებოდა თეთრი კაცები არ მოგწონს მეც უფრო გეცრუებენ გონი თეთრი კაცები მომწონს და შავი კაცები მიყვარს მე კაცები საერთოდ მიყვარს რომ ის ლაივ ჩაწერა გვაქვს ჩვენი ფანებთან ერთად შენ რო ფანები აი ის ორი შენ როგორი კაცები მოგწონს იცი რა ესე ვერ გაიგებ აი ფიზიკურად შეიძლება ყურადღება მიიქციოს თუმცა არ ვიმჩნევ ხოლმე მაგ დროს იმიტომ რომ ბავშვობიდან საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა როგორც სოციალური ისე სექსუალური და ისე სხვადასხვა ანუ ფაქტობრივად ბავშვობა არ მქონია ბავშვობიდან უკვე დიდი ქალი ვიყავი უსმოდ გავიზარდე და თავიდან აი როგორ ვიყავი იცი მე მიყვარდა და მე ნერვიულობდი და მე თავს მოვიკლავ თუ რაღაცა თავს არ მოვიკლავდი კაცის გამო არასოდეს მაგრამ შენ მოიკლავდი არავის გამო არ მოვიკლავდი ბავშვობაზე მაგალითად ხო და მე რა იყო იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმას კულტურას აი შინაგანი კულტურა რომელიც არის სწავლება და ჩემთვის ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვიღაცის ვიზუალური მდგომარეობა ამ ფინანსური შეიძლება იმდენი ფინანსი არ ქონდეს რომ შენ ყოველდღე რაღაცა ვარდი მოგართვას და ის რაღაცა საერთოდ ამჭირდება არავისი ვარდის მითხრეთ შემიც ყოფნის ხო და I can buy myself იქიდან წამოვედი და მაშინ ქალი ბარნოვზე ვცხოვრობდი ხო და ძველი ბიჭებს დავიყავი ხო და ის რა ქვია ხო ეს კონკრეტული პრობლემა მოგიყვები მაგას ბარნოვზე და ვიღაც ბიჭი გამოვიდა და ჩვენი დაიკო ვიღაცა ტაქსი აკაჩავეს ხო და ის რა ქვია და მე ვაძლობა ბიჭებო მე ძაღლი ხელში და რაღაცა ბებიაჩევის ნახევრის შუბი 120 კილოიანი ძაღლი მაშინ არ იყო 120 კილო და რომ მიპოვე 3 კილო იყო რომ ორცულობის დროს 4 კილო ნახევარი გახდა და მე სტერილიზაციის მერე გასულ აი მე არ გაიგეთო სტერილიზაცია ხო და ამ ხო ძალიან საფრთხო თემა, მაგრამ ტრანს თემის ქალების 80% გამიგავთ ის მე ოჯახში ძალადობის მერე ცემისგან არიან დადებულებულები, არ ვიტყუები. ანუ დაქალიყოს რომ ყიფლებადი აქვს ჩანგრეული ცემისგან, რომ ეს კი არ მოხდა 8-9 წლის ასაკში, 14-15 წლის ასაკში და არ მე ვერ წარმოვიდგენდი ვერაცას რომ ფიზიკური ძალადობა იწოდა ამ ხელა მენტალურ პრობლემებს. სანამ მე ლგბტ თემში არ ესე აქტიურად არ ჩავები, ხვდები და რაღაცებს ვერ იაზრებს და გვიახდება და სულ ვეუბნები რომ აი შენ ქმარს კი ფიზიკური მონაცემი აქვს მაგრამ მოძალადია მანიპულატორია და რაღაცა შედარებებს სულ ვაკეთებდნენ ხოლმე რაღაცებზე მე თვითონ იფიქროს და იაზროვნოს და სულ მოგხოლმე ეს და ქალებთან ანუ ესე პირდაპირ მე დაშორდი და ის და მგონი შეიძლება და ამაზე გიფიქრია რაღაცა რომ მე თვითონ იფიქროს და თვითონ მივიდეს მაგ გადაწყვეტილებამდე რომ ვიღაცა ღორი რომელსაც მასთან ერთად ყავის დალევა უტყდება რომ ტრანსთან არ დაინახონ ამის კი სეროზის და ეს ინახავს აჭმოს ასმოს სიგარეტი საზღვარგარეთ წაიყვანე მანქანა უყიდე ცოლი მოიყვანა ცოლის ქორწილი გადაუხა და ეს მომენტები ტრანსებს იმდენად აკლიათ ოჯახური სიფრთხილე და სიყვარული ეს მომენტი თითქმის 80% ტრანს აქვს ხო და მე არ მაქვს მომიყურებთ მე არავის ქორწილი არ გადაბიხდი მარტო არა მარტო დასაფლავებ აი ჩემი ორი ქმრის რა ისწავლა გადაშორდით ორ კვირაში მოკვდა ერთი ქალ და სინდის მარტო და დედამისთან ისწავლა მგონი ისჯადა მაგის ბრალი იყო ჩემი ბრედ პიტი ქმარი მართლა განჩქაჩენით მე ფოტოს მართლა ბრედ პიტი ქმარი რომ ყავდა 7 წელი და პირველი პარტნიორიდან მაგის მსხვერპლი მეც რო ვიყავი რომ სახში პატარძალი ვიციჯდა და ინტერნეტს რო გადაიხდიდა და რაღაც ქირის რო სორასლარს რო დადებდა და მთელი თვე რო იყვედრებოდა თუ რაღაცა რო აი ხო დავდე გოჭი და რა გოჭი რემივით ქალი ეხლა ვარ გოჭი ვიქცორი გოჭის გეძახდა მოგონდა გოჭის ხორცი მოიტანა არა მოგონდა
და სოფელში კახეთში მყავდა დედამთილი მამთილი, გოჭის ხორცი კი არა, ხოლო ირმის ხორცი არ მეწინა. ძალიან საყვარელი დედამთილი მამთილი მყავდა ოღონდ. ყავდა? სულელიან. დავშორდით მალევე და მე ქუთაისში ვიყავი გათხოვილი. ხო. იმერელ კაცები ჯობია თუ კახელი კაცები? იმერელი. მეც ესე მგონია. კულტურითაც, ჩაცმითაც, სიტყვა პასუხითაც და ურთიერთგატანითაც უფრო მეტად შეგნებულები არიან. უფრო მეტად დაფარულები და უფრო მეტად შეშინებულები ტოს რა უწევდი. ეს ჩემი 12-იანი ქმარი ჩემი ძაღლის ხელა ხდებოდა. შიში ოღონდ მართ ეს რომელი 3 კილოიანი ძაღლის ხელა? ეხლა 13 კილო უნდია თითქმის, მაგრამ მაშინ 3 კილო იყო ჩემი ძაღლი და ხო და კარადას აი ურჩხულებებზე თუ ნახავ რო ხო იქ რო ის არის ფეხების დასადები რო და ზუსტად ეგრეა. დედას კეფტები თუ გატყუებდა. ესე არ იცი ხოლმე შენ თავისქება, მაგრამ შენ ხარ პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც მიიღო კატო მიქელაძის პრემია. რაში მოგცეს ახლა მოგვიყევი? კაცები ცემაში. აი მე ხო პრიბედამცელი ქალი ვარ, ასისული ახლა სარფურ. მხოლოდ ემოციურად. მხოლოდ არა, ემოციურად იძულებული ვარ ხოლმე. თუმცა ხო პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც განსაკუთრებული კატო მიქელაძის განსაკუთრებული ჯილდო მიიღო ქალთა უფლებების დაცვისთვის. ანუ პრემია სხვა არის და განსაკუთრებული ჯილდო. პრემია იყო, უბრალოდ ძალიან კონკურენცია ძალიან ძლიერი იყო და ვერ დამაიგნორეს, ვერც იდა ვერ დააიგნორეს. და მინგელში რო ესე რო გადატეხეს. საშინ მე არ მგონია რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ, აი მე უფრო მეტად ჩართული ვარ ხოლმე ტრანსიქალების რაღაცებში. ანუ ვინც მომართავს, ესე ჩემით ვერ გავიკებ ახლა ვარკეთილში ტრანსიქალებს ცხოვრობს რა მდგომარეობა აქვს. ახლა თვითონ თუ არ მომწერა, ხვდები? ძალიან ბევრი ვარ სამყაროში და ეს ყველას ვერ მიწერა. რომ წერდა ნატა პოლიციაში გამოვყევი, ნატა სამართყოფაში ვარ, ნატა ქუჩაში დავრჩი შემიფარე, ნატა ნატა მწყური, ეს რაღაცა პერიოდი თითქმის 10 წელი ჩემი ყოველდღიურობა იყო. და თემის ახლა თითქმის 80% წავიდა. რაღაცა ჩვენ იძულებული გავხდით წავიდა, ესეთნებით არა, მეც იძულებული ვარ წავიდე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული მდგომარეობა ახლა ეს რაღაცა პოლიტიკური გადაცემა არ არის, მაგრამ წარმოიდგინე 21 წელი თბილისში ცხოვრობ და მსგავსი გაუსაძლისი მდგომარეობა მე არ მქონია. ქუჩაში შეერაღებული დავდივარ, გინდა დაიჯერე, გინდა არა. 20 იანვარს ყოფილმა პოლიციელმა იარაღი მესროლა. ой მე მართლა გეუბნები. ანუ queer სივრცეებში შეხვალ ესა ლატენტური გეები, რომლებიც ვერ გვიტანენ ტრანსებს არ ვიცი რატო, არ ამოჭრა. და არის მართლა კატასტროფა არის, ოღონდ როგორი იცი, ანუ თქვენ შენ ხვდები რომ ტრადიციებს და დამოხინჯებულ, უფრო მეტი დამოხინჯებულ ტრადიციებს და სარწმუნოებას შეგვწირეს არაფრის გამო. ეხლა ხედავ აქუზივა. ანუ მე მართლა არ მეგულება ჩემზე მეტი მორწმუნე ადამიანი. მე ესე გამზარდეს პეპეჩემი და პაპაჩემა, ესე გავიზარდე ეკლესიაში რაღაცა შესაწირი, საკურთხი. ეხლა მივდივარ ამერიკაში და საკმაოდ ბევრი ოქრო მქონდა ნაყიდი. ყველაფერი გავყიდე ჯვრის გარდა, აი შეგიძლია შეამოწმოთ. ანუ ეხლა ვიღაცა რომ გამოვა და მე დამიძახეს გარყვნილს და ეკლესიის მტერს ცოტა მაგ ხოლმე შინაგანი პროტესტი ესე არ გამოვხატავ. მიუხედავად იმისა რომ მე 21 წელი სექსამუშაოში ვიყავი, მიუხედავად ჩემი სამსახურისა, რაღაც ძალიან სერიოზულ თემებზე გადავედი. გინდათ რომ დაგიროთ თუ რა გინდათ და გინდათ რომ წმენდით მენა დაგიკავეთ. არა გვინდა რომ დაგვიბრუნა. ანუ ვიღაცა რომ დამიწყებს რომ აი მე ეკლესიის მტერი გარყვნილი გაუბედრებული 21 წლის წინ სოფლიდან რომ ჩამოვედი 14 წლის ბავშვი ვიყავი. ერთადერთი გადარჩენის გზა სექსამუშაო იყო. სხვა ერთი მხარე მჭერი ადამიანი მყავდა, შეიძლება არ დაიჯერო. არა, ერთადერთი დავიჯერო. ერთ საქართველოში და მჭერი ადამიანი არ მყავდა. ორგანიზაციაში არ მოხვიდი არასრულწლოვანი ხარ და პრობლემები შეგვექმნება. და როგორი მდგომარეობა მქონდა, იცი დასაკარგი აღარაფერი აღარ მქონდა. და ანუ პრობლემა რომ ხედავდი, კი არ გავრბოდი, ჩემი ქალები გარბოდნენ. 20 კაცთან მიბრძოლი, ანუ ვერ ხვდებოდი, რომ ხედავდი 20 კაცს დავმოყავდა დაფენილი და დედას მერე იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი მქონდა და ვიფიქრე იქნება რამე ჩამარტყა და დავამთავრო. ანუ ძალიან რთული პერიოდი მქონდა, აი საშინელი მდგომარეობა. ანუ დესტრუქციulis იყო რაღაცნაირად. იცი რა არისო, როგორ ვარ გაზრდილი, რომ იცოდე, როგორი ნაფოფინები, როგორი მშვიდი, როგორი ჰარმონია, ანუ ვინც ჩემ ბებეშემ და პაჩემ იცოდა, სოფელში Android-ი ტელეფონი პირველი მე მქონდა, 22 წლის წინ წელს წარმოიდგინე, მაშინ Android-ი პანიანაკები არ ქონდა, კოლტალები. გეო ბებია ჩემი თებს გადადგავდა და დედას კეფიცები. ძალიან კარგად მახსოვს 22 წლის წინ მქონდა Motorola U9. ხო. თუ 21 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს, ანუ ბებია რომ დაიღუპა, მე ვიზა ჩემი ყველაფერი წამორთა და მამიდებმა და ბებია ჩემის თმის ოჯახმა იქ ჩვენთან სოფელში ცხოვრობდნენ, რომ რაღაცა ჩემი ორიენტაცია გამოიყენეს, რომ ქონება მიეთვისებინათ და
ამ მიკროფონს კიდე რაღაცაა გადახული, ეს თითზე გადახულაც არაფერი ვერ წამომიღია. ხო და სხვადასხვა მოცემულობა გაგვხდები, მე ფსიქიკურადაც იმაც ანუ მე ფსიქიკა მაგ პრობლემას არ დაუნგრევია, ჩემთვის უფრო მაძლიერებდა და რაღაცების მე უფრო რეზისტენტული გავხდი. ესე ვეღარ განიცდი რაღაცებს, იმას, ანუ დაჟე ვიღაცას პოლიციას რო გამოვიდახებდი, ის მეცოდებოდა და ისეთ ლაიცაჩი ვარ, სულ წერდი უბრალოდ რომ მეორედ აღარ მომკარებოდა, აღარ ვწირავდი ციხისთვის, ორჯერ თუ სამჯერ გავწირე ვიღაც, ისიც იმიტომ რომ ერთხელ ისემცემეს რომ მარჯვენა თვალიდან ხედულობა დავკარგე. გაწირვა არ არის ეგ. და აი რაღაც ეგეთები კიდე უფრო მაწუხებდა ხვდი ვაიმე ის არის 25 წლის ვაიმე ჩემი შვილი შენი შვილი ღამის 2 საათზე ქას რო ვტყოს ქუჩაში მაშინ სადა ხარ ვიღაცა ხარ ხო ხვდები მაინც მეცოდებოდა მე ის დეტები და რაღაც ქალური სოლიდარობა ალბათ მქონდა ხოლმე უფრო მაგათაც კიდე დაუფიქსირე სასამართლოს რომ პრეტენზია არ მაქვს თქო რასაც კანონი თვალწინებს ის იყოს მარტო ანუ უკაცრად დასჭა არ მინდა და რაღაც თქო და ანუ ხო ხვდები რაღაცა სხვადასხვა ის არის რა და ამან კიდე განაპირობა ის რომ ქართველი ტრანსი ქალები თითქმის ყველა წავიდა მიგრაციაში. ეხლა მეც თუ რამე გასაყიდნობა და ყველაფერი გავყიდე, იმიტომ რომ ამერიკაში ახლა $2000 ვერ წახვალ მეტი ფული გჭირდება. ხო და პლუს აქ ქირაუნები ხარ, იმიტომ რომ ზაღლი და კატო ყოსა მეგობარი იტოვებს და თავისი ბინდან გადმოვიდა ჩემთან რავალდებულია, მაგან ქირა მიხადოს ხო? ბანკის სესხი მაქვს რაღაც კიდე და ეგეც და ანუ კიდე უფრო მეტ არ გამოვირცხა რომ უფრო მეტი ჭაობში ვდგავ ფეხს, მაგრამ რაღაცა სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე. კითხა მარაო. დედა გიტირა ამ საზღარნო ქართულ მოცემულთ ამას კამის გადასარჩენად მეტი არაფერი იყო გარდა ხალხზე манипуляციისა. წარმოიდგინე ანუ ძა როგორი მარტივია, სუპი აქვს და სუპს ჭამს იმ სიკვდილს, ბეშპეში კვირები არ ქონდა ხალხს. ხო და ანუ კი არ ვაკნებ ძალიან განვიცდი ქუჩაში რომ ვხედავ ვინმე მოწყალებას ითხოვს მანგრევს რა. ამათზე მეტად მანგრევს მიუსაფარი ცხოველები. მის დღეში პედიგრის ჩართა აკიდებული დავთივარ ქალი. ოღონდ მართლა რაღაც იქ კვალიშვილი და რაღა. რა არის მცდარი წარმოდგენა, რაც ადამიანს შეიძლება შენზე ჰქონდეს? ჩვენ შენი ფოტო დავდეთ და ბევრი შეკითხვები შემოგვივიდა, რაც ხალხს მე შემომივიდა შეკითხვები, ხო? მონიშნული ყავდით. და მაგიტო ალბათ. ოღონდ მე ძირითადად ჩემი გამომწერები მე მის ამბიცია არ მაქვს რომ მე celebrity ქალდი ვარ. ცოტა ხარ. მაგრამ ერთ აქსისტი მეუნევა რა. ანუ ორსაჭალეში მივდიოდი და შანგრილა არის კაზინო და იქ 1.30 ახალგაზრდა იყო არ ვიცი გოგოები და ბიჭები და ნაწილი გადასული იყო იქ ზებრა არ არის. და ნაწილი ისევ კაზინოსთან იდგა და ნატა იქი დაკვირდა და მე ეს ნატა ვინ არა მთელი დღე ვიღაცები ყვირენ მთელი ვისაჩევსო ნატა გები მე და ნატა გები მე ვარ თქო. შენზეა ეგ საუნდი? ხო. Iconic. ხო და მეთქი ჩემზეა თქო მაგრამ მე არ ვთქო რომ ვიღაცა ეგეთი ამბიცია არ აქვს მაგრამ მე ძალიან თანასწორი და თანტოლი ქალი ვარ თქო ანუ ყველასთან შემიძლია საერთოდ გამონახო თავი ვიღაცა მოძალადი არ იყოს და დეგენერატი თქო და აი მე მართლა მე ვაყურები და მე გავუხარ და ვიღაცას დავარეკა მოხუცი კაცი იყო ვარსკვლავი მიზისა და მე არა ხო იცი კი როგორ არის ვინ არის ესე გამაგარია ხო და თიკო და ძალიან iconic რა წარმოდგენები შეიძლება კონდეს ხალხს შენზე რაც მცდარია სანამ გამიცნობს ალბათ რო გამიცნობს ბოდიში და თუ დაადეთ ამას რო გამიცნობს ვიღაცა და ჩემზე კიდე აგრესია იქნება მგონია რომ არის ოღონდ მართლა თქვა აი რას ფიქრობენ რომ ცოტა სწერვა ხარ ცოტა ზემოდან უყურებ ხალხს ცოტა აგრესიული ხარ მოწერა მინდოდა და მეშინოდა იმიტომ რომ სწერვა მეკონე ხო მაგრამ ჯობდა რომ არ მოეწია ეგეთი კაცები რაღაცა კონა 10 შაური ადრე იცოდნენ ხოლმე წერვის თუ გეშინია არა მოწონთ დომინანტი ქალები კაცებს თუ თანფულიანი თუ ხარ სამსახურის შემდგარი რაღაცა ცოტა ჩემნაირი ქალი თუ ხარ გონია რომ ვიყავი ბოლო ანუ ხო ვინმე სასარომეტებ მაგრამ ვერზე კარგად ვიყავი და ხო და თან ეგეთი თუ ხარ თან ხანდახან ნერვები თუ მოგეშლება ამ კაცებს თუ დედას უტირებ უყვარ ხარ ეგეთებს მაგრამ რა წარმოდგენები აქვს იცი არის ყველა ტრანსია ყველა ტრანსი სექს ვორკშია ყველა ტრანსი ნარკომანია ყველა ანუ რაღაცა პოზიტიური არაფერი აქვს თუ ხდები ამ დამოკიდებულება და ეგრე არ არის ხალხნა მე შენ კამერა ის აი შენ კამერა მე არ ვარ ბოზი აი ხა შენ მე ვარ ძალიან ანუ მართლა ძალიან რომანტიკოსი ვარ რაღაცა სულ ალბათ 4 პარტნიორი მყავდა ცხოვრებაში და 4-ვეს არა 3-ს ერთი ძალიან კარგი პიროვნება არის ახლა გუშინ იყო მოსული გამაცილა და დამემშვიდობა და
სამ პარტნიორს მხოლოდ იმიტომ ვიტანდი, რომ რაღაც ეს ოჯახური გარემო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მაგის გამო 300 და 400 ლარიან პროექტებს ვერ გავუჭებოდი, რომ ჩემ პარტნიორთან ყოფილიყავი მონოგამიურ ურთიერთობაში და რომელიღაცა ფონდების და ორგანიზაციების დირექტორებს რო 17 და 27000 დოლარი ხელფასები ქონდათ, მე 380 დოლარზე მუშაობდი და ბოზი რო ყოფილიყავი ერთ ცექსში ვიღებ შესაბამისად ვიბოზებდი. რომ ცდარის წარმოდგენა გაქვს. ანუ ეს რამდენს იღებ უნდა თუ დავადოთ ხო? ხო და რატომღაც გონიათ რომ აი რაღაც ეგეთი სულ არის ანუ ძალიან მიყვარს ნიადაგთან მუშაობა. არ მეტყობა სოფლის ტალახი რომ აქ ნაზე. ხო და სოფლის საქმე აი სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს აქვს ფერმა და თითქმის პარასკევი შაბათი მე და ჩემი ძაღლი სულ იქ ვართ. ჩემი ძაღლის კლეტებს ჭამს ხოლმე და მე ფერმას მოვიყავ. ძალიან ახლო მეგობარი თითქმის ოჯახთან მეგობრობ უკვე და რაღაცა სხვა ინტერესები და სხვა რაღაცები მაქვს რა ეს რაღაცა თბილისი კაცები და იპოდრომი და რაღაცა ჯირითი ჩემი არ არის. მე კი მეჯინი ბეკალი ვარ მაგრამ ჩემი არ არის. ოკეი, გაიგეთ. აქ გაიგეთ პირველად. არ ვიცი თქვენ რომ ნატამ ჯირიც თავიდან. ხეს აღარ მიწყობს ასაკი. ნატა ასევე არის, ვინც არიცით და გამიკვირდება რომ არიცით, სტენდაპერი და ჩვენ ერთადაც გაგვიკეთებია შოუ. კი. რა კარგი გამოვიდა ხო? ძალიან კარგი. ძალიან კაი გამოვიდა ორივე, პირველიც ძალიან კაი იყო და მეორე. პირველი სადი. სად და იქ ეზოში რომ გაგვიკეთა აი ის საში. იქ ძალიან საშინლად მოვიკეთე. ყველას გასაგონად. ძალიან მახსოვს კარგი. მე პირველი წამოვედი და რომ გამოვედი გარეთ იქნენ მოხუცი ქალები და ბავშვები და ყური ქონდა. აი მე არ შემიძლია. მე რა ხომ მაგათი არა. არა, ძალიან კაი იყო. ეს ლაპარაკობდა ერთი ქალი კითხავდა და ხო. პირიქით მე ის არა ქვია ამბობდნენ რომ ნატა ხო იქნებაო და მაგაზე მაგ ერთი კითხვა შენთან რომ აი ძალიან კარგად რო ხადაობ და ყველა მითის რომ კაი იუმორი გაქვს. ეხაც სტორები რო დავდეთ, სუგულები შემოდიოდა და აუ ნატას ისტორიები აი მე გვაიტაცი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და აი ის კაი იუმორი რო გაქვს, სტენდაპერიც რო ხარ და ეს კომიკურ ამბებს, კომიკურად რო ყვები რა, ხანდახან ძალიან სევდიან ამბებსაც. აი ეს შენი იუმორის გრძნობა განაპირობებს თუ არა იმას, რომ აი ხალხს აქვს შეცვლილი დამოკიდებულება შენი მიმართ, რაც აი შეიძლება ესეთი არ ქონდეს სხვა ტრანსგენდერი ქალების მიმართ. ბავშვობიდან ეგეთი ვიყავი და ალბათ მგონია რომ უფრო ვინმეს არ ვაყენებ ამით შეურაცხყოფს, მაგრამ მგონია რომ უფრო მეტად უფრო მარტივად არა ძალიან ბევრი ვიწვალე და ვიშრობ მაგისთვის. რო სამსახური მქონოდა და ჩემი სამსახური ჩემი ოჯახია. სამსახურში განცხადება დავწერე რომ მივდივა და რომ გამოვედი დანგრეული დედასკეპწები ვეღარ ვაზროვნებდი. მანქანას რო გავიტანე ვერ მოხდებოდა ისეთ რამძიმე ყოფილა 13 წელია მე მუშაობ ვისკში. ქალთა ინიციატივის ხარდამჭერ ჯგუფში 31 მარტს გახდებოდა 14 წელი. ტრანსხილვადობის. მაგდენ წრის თუ იყო ორგანიზაცია? 22 წლის არის. ძალიან დიდი ორგანიზაცია. სახელმწიფო ეყრდნობოდა ვისკის კვლევებს და აი ძალიან სხვა რეპუტაციის და სხვა ოცნება იყო თავის დროზე მაგ მოხვედრა და ფეხშევდგი აღარ წამოვედი მაგის მერე აი მე ძალიან მიყვარხარ ხო და ძალიან რთული აღმოჩნდა არ მეკონა. ზოგჯერ ძალიან დაღლილი 5-2 საათზე ბენეფიციარო გირეკავს და აი დილამდე რომ დაელაპარაკო იმის გამო რომ თავი არ მოიკლას თუ სანამ პოლიცია მიექნებს აი ძალიან რთულია ხვდები მუშაობა მაგრამ ჩემი ოჯახი იყო და ხო ჩემი საქმეც ეგ იყო და იუმორზე გვითხრა ხო და ეგ აი მაგან განაპირობა სამსახურიც მეგობრებიც მგონია რომ ანუ სანამ თქვენი სწორი დაიდებდა მანამდე ერთი კვირით ადრე მე და სწორებით ვნახეთ არ ვიცი და მგონია რომ სასწაული სამეგობრო მყავს მე ტრანსკალებთანაც მეგობრობ და გეი მომკაცებთანაც მაგრამ ჩემი მეგობრობის 70-80% არის ჰეტეროსექსუალი და ანუ სხვა კატეგორიის ადამიანები და იმიტომ კი არა რომ მიავირჩიე რაღაცა ურთიერთობა მოიტანა ეს მეგობრობა ხო ხვდები ერთი სადღაც ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურიდან იქ მუშაობდი ანუ იქიდან აქედან ანუ რაღაცა სხვა რაღაცები მოიტანა ხვდები და მგონია რომ ჩემი იუმორის და ჩემი პოზიტიური ხასიათის ბრალი დამსახურება ბრალია სამწუხაროდ მე ძალიან ხო და მაგ ქართულ პოლიტიკოსებსაც მაგით უყვართ მოსწლა დასწრესილები რო არიან ჩემთან კარგად ხიარულდებიან გეუბნებიან რომ სექსი საერთოდ არ მქონია მაგრამ ისე ბედნიერი წასულა რომ სტომატოლოგი მოვიდა რაღაცა ეს აბა ნაცებზე იხუმრე რა ნაცები მეუბნებიან რომ კოცებზე იხუმრე ხო ანუ მაგას გეუბნებიან პირიქით ხო ხო ესე ვის უფრო კარგი სექსი აქვს ნაცებს თუ კოცებს უფრო ისეთი
ნაცემმა შექმნა ამ ქვეყანაში სექსის ეპოქა, უბრალოდ მართლა. ხო იცი ერთხელ კურიერი ჩემი ტრეკით რო იწყებოდა. იცი? ნაცემი რო წავიდა. მისამ ჩემი რეკონსოფლია რო შეს კურიერი იწყო და შენ ტრეკით ჩაიწყო. მე ვთქვი როგორ მიხდი ქალა თქო შამი მაგ. ვიცალა ჩემმა ვიცა. ჯოჯოხეთი 4 წელი დაკითხვებზე დავდიოდი რას მოერე. შენ რა შვაში ხარ შენ? სადღაც გამგზავნა და ქალმა რომ კლიენტი ავდა წადიო ფულს გადაგიხდეს მივედი და ეს კაცი მეუბნება გაიხადე და ესე დაწექოთ. მას გავიხადე და დავწექი და თურმე იქ სასტუმროში კამერა ეყენე. სახე ჩემი დაბლარული იყო, მაგრამ პროკურატურამ ტრაკით მიწვია. იმიტომ რომ იმ პროკურორებმა ძალიან კარგად იცოდნენ ვის კონდა. და დამიბარეს. ხო და იუმორზე ახლა კიდე მოაბის პირველი სტენდაპი როგორ გააკეთეს ეს პირველი სტენდაპი ეს დაკარგია არის ეს არა დატუმობთ არ ვიცი ჩვენ დაქას ყო და ენა დაკრული და ვერ ლაპარაკობ ანუ მაპატი ხოდა ერთხელ მივედი და ეხლა ცხოვრობ საბურთალოს პეწუჩინი საბურთალოსი არ ცხოვრობ ანუ პირველი სტენდაპი გავაკეთე. როგორი იყო მოყარი? პირველი სტენდაპი გავაკეთე ბასიანის დარქრომში. ვაუ. ოღონდ არ ვიცოდი ეგრო სტენდაპი იყო. ხო. მე და ჩემი მეგობარი მივედით. ერთ-ერთი პირველი, ეს სუპირველი არა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი queer event-ი იყო. მე queer-ებმა ერთმანეთი ჩახოცეს ამ event-ისთვის, სასამართლოში გაჩეჩეს ერთმანეთი, გაუქმდა ეს event-ი. ხო და აღარ მახსოვს რა ერქვა. აუ, ქალებისთვის რო იყო ეგ ხო არა? არა. ქალებისთვის იყო 105 ქალა 3 ქალი ვიყავით მარტო. და ტრანსი ეს ორი ქალიც მაგას ყვირვა. დედა ფრანს ხედა. ტრანსი მოგორავს. თელავში დავგორდი მინდორს და ვიღებს ქალებს რომ ტრანსი მოგორავს დადიო. ბალახი იყო რაღაცა წანი მოლიყო და მეთქი ბავშვობას გავიწენეთ და მე ვერასორი პოვეს დარკრუმი. აი ეს გდოდი არა კეთილი. ჰეტეროიმეთებზე არა არის. ქუიარიმეთებზე დავდივარ. არა დარკრუმი ხო არსებობს. ეგა ყველას გოგოებისთვის ყველაზე უსაფრთხო სივრცე არის ეგ. უბრალოდ სასმელზე არ პატიშებენ. დარჩენი ამიდი. სხვა გოგოები არ პატიშებენ სასმელზე? გეები რას დაპატიშებენ კოლექტივ უნდა დაპატიშებენ რას მელაპარაკები. გადაიწიეთ დიდარი გეი ჯერ არ მინახია. დარკრუმ რომელია გეხვეწები? ყავი მოთ მინუსებზე. გარდიროვის გვერდით რო შედიხარ კინის გისოსებიანი ცოტა ღია დარქმით რაღაცა BDSM შოუა და გვერდზე არის უკუნეთიდან უკუნეთამდე აი ესე. ხო ძალიან ბნელა მე ვარ ნაყოფი. 1-2 საათი ვიჯექი ხახმა სექსი შეწყვეტა და მისცემენ. და დასკოფიცები. აუ. მე შუქი ავანთეთ, იქ შუქი თურმე ინთება. როგორ დაიწყეთ ხო? იქ დაჯექი და მახსოვს რომ რაღაცა მთხოვა, კონდომით ლუბრიკანტი და დავიწყე და მეორე დღეს დამირეკა ნაჯაურაშვილმა. გიორგი გიგონიშვილმა და მითხრა რომ ნატო ჩვენ და გავაკეთოთ სტენდაპებიო და მეთქი მე რას სამართლად შემიძლია მე ვერ შევძლებთ ხო. ხო და ჯირითი ხო კარგად შეგიძლია გითხრა. სადღაც შემიძლია და კუნძივით ვაგდივარ ხომ და დასახში ვარ კალი კალო. მე რეკლამაში დავიწყეთ და მე რა იყო იცი? ჩემი დაქალები მებრძოდნენ ხოლმე რომ ნუ გვაბულინგებ ხო. რაზე? დასცინოდა ეტყო. ჩემ დაქალებზე ვღადავდი ხოლმე სულ. ოღონდ ნებართვის გარშე არც ერთი არ მიღადავდი. ტრანსფობი ხარო და იცი რა იყო? ანუ ვიღაცა კაცი მწეს რომ ძიმე დომინაცია მინდაო და მე ვთქვი მარტო არ ვარ დაქალი ყოსა თუ გინდა ორივესთან მოდით ხო რა. მე არ ვიყავი სახში მე ძაღლი და კატარონ ყო სახში კაცებს არ ვიღებ ესე ხვდები. თუ ვინმე მომწეს ანიკით თავის სახში უნდა დამპატიჟოს ან ჩემი დაქალი თუ ამერიკას გამოდი და ფულის სულნი ტრიალებს გავდივა რაღაცა და აი ეს რა ქვია. ჩემ დაქალთან ვარ და ეს კაცი მეუნება რომ იცი რაო? ძიმე დომინაცია მინდაო და ჩემ დაქალს არ აქვს კბილები. ცხვირიც გატეხილია ორჯერ, ყბა გატეხილი ანუ სხვა კიდე რაღაცები ახლა აღარ ჩამოვთვლი 1001 წვიმანი და 1001 ძვალი. 1001 არა მარტო ძვალი კანის პრობლემას და მოციხეში მიშას დროს დედა უტირეს ანუ ქალი ისეთი განადგურებული გამოვიდა რომ ვეღარ აღდგა უღონთ აი ერთი ნეკნი არ აქვს მთელი ხვდები ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვიდა და შეიმუშავა სტრატეგია რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა დაწერა რომ ეკეთა საკარნავალო ნიღაბი ხდებოდა უკვე ციბინალეში და სტატუსზე ეწერა ესკორტსაიძე რომ ვარო პოლიტიკოსის შვილიო არ მინდა რომ მამაჩემს გავუბაზრო და რეპუტაცია შევულახო და კარიერაში რამე პრობლემები შევქმნაო და ვისაც გაწყობთო მოხვიდეთო რომ ციბინალეში და ნიღბით დაგხვდეთო მოდითო ვარო ულამაზესი ტრასიო
ქალიო, ესეთიო, ისეთიო, ვიღაცა ტაილანდელი ტრანსის ფოტოები ედო. ესენი რომ მიდოდნენ ამოკვეთეთ სიმნელში, გამხდარი და მაღალი იყო, მაგრამ ისეთი სიმნელი იყო ხელი. ანუ ესე კარი რო გაიღებდა კარტას. ანუ სახში ქონდა dark room-ი მოწყობენ. ეს ახას გაყოფდა დამაფინანსეთ, ხუსიკ გამოვართმევდა და შემოყავდა სიმნელეში და ამ დროს მე ფარდის უკან ვიმალებოდი. ფარდის უკან სამზარეულოში ფარდი იყო კარი არისო და იქ ვიჭეკ დახელებს, ანუ ტრანსი ქალი მარტო სახში არ სწორ არის, სულ ვიღაცა სამზივარ, სულ დაკალები, ჩემთან ის დაკალები კი. რაღაცა სხვა თემა არის ხოლმე და ეს კაცი მირეკავს, რომ მე თქვი დაკალი ყავს, ანუ დომინანტი არის, თქო, თავიდან ბოლომდე თქო, თან ისეთი რაღაცა გამოცდილი თქო და ამოდი თქო, მოკლედ ამოვიყვანი და არ უნდა სექსი. დომინანტს რატომაც ქართველი კაცები ეძახიან, როგი მაგათი მაგრამ შეგიძლია, რა ვიტო დაადეთ ამას, ხო და დომინაცია რა არის არიციან. ხო და ამოვიდეთ და სექსის დროს შემთხვევით შტებსას მივედე და შუქიანი. მახსოვს ამ კაცს ბალზამის სუნია. რამის მოკვდა. არ ვიცი, აი რამის იყო ბალზამი რო შევითავსე, ანუ შეწუხდა, როგორც რასაშინელს გამოიყურება ჩემი დაკალიც, მე რეკანახებ. აი ფიფქია რომ ეწამლა, ხო იცი? დედას კეფსები თუ გაარჩიო. ხო და ამაზე ხუმრობდი ხოლმე სტენდაპს. ესეთ ისტორიებს ყვებოდი. ამ კაცმა მე უნდა წავიდეო და თქვი რატო საყოველთაო ხო ძიმე დომინაცია გინდა და ეს კულტურაცია იყო. ეს არის ძების ნაწილი, ხო და ვაიმე არ მინდაო. ეს გრიმია. ხო და ამ კაცმა და მე ხუინა დასწრა. ხო და ეს კაცი კი დედას კეფსები თუ ასეც მე გზაში ჩაიცა. დედა შეწუხდა, ანუ ძალიან ერთი კბილი აქვს ქონდა დარჩენილი და ისიც შავი. შეიძლება ძალიან დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ერთხელ მის დროს დადეს რაღაცა კაცი კანონიერი ქურდია და 8-დან სექსი მქონდა, ოღონდ მართლა. ოღონდ სექსი მაინც მქონოდა და ან კაცები მაინც ყოფილიყვნენ, არ ვიცი ამ ქვეყანაში განსხვავებულები და რასტი კიდე მე როგორ ვარ და თითის გამსაშველი საშინელება. დაიდო ვიდეო და ვიფიქრე რომ ალბათ გეები რაღაც ვიდეოებს აწყობენ ხოლმე და რაღაც ჩატებში აგდებენ და ამ რაღაცებს ხაბალკობთ ხოლმე ჩვენ ჩატები ხო რაღაც საშინელებათა კოშმარი, რაღაც შესუსტ და რაღაც საპატრიარქო და რაღაც ტრანსების ჩატები. სუსის ფაილები. უარესი. სად იწერებით ხოლმე სიგნალში თუ არა და ისე Facebook. ყველაზე არ ზის ეს Facebook-ზე და Instagram-ზე და Telegram-ზე. მე ცოტა რო ვიღლები ხოლმე გამოვდივარ. იმიტომ რომ ვეღარ უძლებს ჩემი გონება. მე დრამატული ხარ საკმაოდ. ანუ იცი რა, არა, მაგრამ ძალიან რთულია რაღაცეები ხოლმე ზოგჯერ. ამგვარი ტრანსების რევოლუცია გვჭირდება. სადღარია და ყველა ტრანსი გაგვექცეს. ხო და ვიღამდა ჩაატრო. არაბი ეხლა რა არის, ქვეყნიდან გაგვაძევეს ჩვენ და ჩამოვიდნენ. სასათბურე პირობები აქვს, იმიტომ რომ ის ტაილანდელი იცი რა იყო, მაგიტო იცახი ჩვენ თორება ჩვენ პროჩინური ვართ ტრანსფერს გულისხმობ. ესე იგი არაბები და ტაილანდელი ტრანსები თურქეთი, აზერბაიჯანი, სასამხეთი, რუსეთი, უკრაინა დედოფლებივით ცხოვრობენ, მილიონები ისშავლეს. ქართული ტრანსი, ანუ ძალიან დაარტყა ქართული ტრანსის ფინანსურად. ეხლა მე სამსახური მაქვს დაზღვევა მაქვს, მეტი სამედიცინო რაღაცებზე ფული არ გამდის, რაღაცა ტრანსპორტით დავდივარ, სამსახური მიხდის, ანუ რაღაცა კარგად ვარ მეტნაკლებად, მაგრამ ვინც ექსპორტზე იყო დამოკიდებული და საკუთარი დედაც კი არ უჭერს მხარს. იძულებული გახდა წასულიყო, იმიტომ რომ ამათ 100 ლირად მოგდის, 100 ლარად მოგდის 600 ლირა, ხვდები? მე რო რაღაცა სამჯერმეც ვითხოვ, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი ძვირია, ხვდები და ამისთვის 600 ლირა უკვე ფულია. იცი რა, არავის არ აინტერესებს ამ ქვეყანაში ძუძუ და თუ დაბლა არ ყოფილი მაგას სტანდარტებს. მაღლა შენი ძუძუ და შენი ფემინურობა არავის არ აინტერესებს. ანუ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავარია დიდიებას და რასაბია ყურადღებას არ აქცევენ, იმიტომ რომ ძალიან ცნობილმა ერთმა ძალიან ცნობილ მე მითხრა რა ქალად ვარ გიხარ, ვისნა შენი თეწე, მეთქი ანუ როდ ამერიკა ვონების სადიეს ბარკლები ქალი მოთხარი თეთრი ფიტკინა დიდი ძუძუებით. ხო და იქ რა ხდებაო და მეთქი საათი თქო უკრაინაში თქო. ხო და არაო დაბლაო და დაბლა სად მოთხარი აზერბაიჯანში თქო. არაო და სულ მეხუმრები ხოლმე ეგეთ რაღაცებს და რო დარეკავენ, გეცნა სერიოზულად რო ილაპარაკო გაგაგიჟებენ და სულ ნეღა და ვინმე რომ მოიწერება და დარეკავს. ხო და მაგიტო ეშინიათ მე. ხო და იქო რა მხელა გაქვთ და მე რა ვიცი ვუთხარი და უფრო დიდი არ გეგულება საქმეზე, თქვი ჩემ და 122 სანტიმეტრი აქვს და მოდი თქო და ვაი მე მოვალო და ეს იმაზე ვამბობ კვილები რო არ აქვს და გაუბედურებული რო და ძალიან აი ჩერნობილში გაზრდილი ხალი რა და ის რა ქვია და მოვიდა და ბოლოს ძალიან დიდ ხაზე შევუთანხმდი. მე ნომრის ამოცნობი მაქვს და რო რეკავს სახელი და გვარი ეწერება და სანამ
გავუთიშავ უკვე Facebook-ზე და Instagram-ზე გადამოწმებული ყავს ვინ მოდის. ჩვენი ტრანს გამოძიება ტარდება, სადაც კაცი ამობად. ძალიან ეგრევე მივხვდი ვინ იყო. ხო და მე ვთქვი ამას ქალო ფული. შემდეგ ხალი რაღაცას კივის იქიდან და მე ვთქვი ქალო გავუთ ამას აქ ხმის როგელა პარკება შეგიძლია დააწვი რაღაც ღილაკი. ეკრე ხმას შენი ხმა აღარ ესმის იმის და ჩვენ თქვენ ფულიანია ქალო დაწყნარდი და მე ჩაურთე გამოგრძელე და მოვიყვან და მე მგონია რომ მე წინასწარ ავიღეთ ფული. ოღონდ მე მოინდომა ჩვენი კაბების და ქუსლების ჩაცმა და ახლა 450 ქუსლი რომ გადახდილი და ეს თავის სოკოიან ფეხებს ჩაკვეთე იმას რაღაც ჩამოთვენს უნდა გადავყარო და იმ ქუსლის ფული უნდა გადამიხადოს და მე ეს ქუსლის სხვა კაცებისთვის მიყრია რომ მოვლენ ჩაიცვან და იკაკრონენ თუ რაღაც. ხო ქალო ანუ ეგეთი ფემინური რო ვიყო, მოვა 2 მეტრიანი ბრუტალური კაცი. ერთხელ რაღაცაზე გავედი და ჩემი პერანგიაცია ღამის თეთრი. ოღონდ მე პერანგიას ტოპივით აქ ისეთი ხელა იყო და ამ კერძი არის მოჭერილი, ან ბრეტელები, საკმაოდ რაღაცა ფრიალა ბრეტელები აქვს და მე რო ბრეტელი ჩამოვედება, ესე ვისწორებ. აი ესე გაისწორა და ვაი ბრეტელი. შენ კი მქონდა, მე თქვი, ვაიმე შენ ქალი ხარ თქო და მე კაცი ვარო ესე მითხრა, მას ქვია ქალი ვარ თუ რაღაცა და მე თქვი, გარემოში იზდები სადაც ანუ ჩემზე მეტად ფემინური იყო. ქუსლებზე და აი მართლა დაჯირითებდა და მე არ შემწია ქუსლებზე სიარული. ცოტა ეგეთი რაღაცები მაგრის ხოლმე, იმიტომ რომ მე რომ ხარდამჭერი მოვიდა პაპა არ მყოლა და ალბათ ცოტა მაგ კატეგორიაში გავიდოდი მეკონა, არ ვიცი, ვერასდროს ანუ დავიდან რაღაცა კომპლექსები რომ მქონდა, ძალიან კარგად იმუშავეს ბებიაჩემ და პაპაჩემმა. ხო, თავარი იყო, ყოფილიყავი ბედნიერი და კარგად. ხონდა ანუ მხარდაჭერა ოჯახის. ძალიან ბებოსგან და პაპასგან. და როგორ მოხდა ეგ? ვამბობდი ხოლმე რომ არ ვიყავი ბიჭი და ვიყავი გოგო და რაღაცა ლურჯი კაბები ჩემ მამდაშვილებს რჩებოდა ხოლმე ჩემ მამდაშვილები და შვილი ჩემზე დიდები იყვნენ 10-12 წლის და ვიცავდი ხოლმე და მახსოვს ერთხელ რომ ეს რა ქვია ამ რაღაცა ჩემ მამდაშვილს არც რაღაცა ქოშები ტანგეტკაზე ძალიან ლამაზი და ძირები ქონდა გაფუჭებული და ამით დავდიოდი ფეხები დამეგრიხა იმიტომ რომ გაფუჭებული იყო ერთხელ ბებია ჩემი რაიონში მუშაობდა და ერთხელ მოვიდა და მომიტანა მაღალქუსლიანი ტანგეტკები აი ესეთი ბედნიერი ვარ დავხტოდი ვაუ. მაგით გავიზარდით ფაქტურად. მე 12-ის ვიყავი პაპა და დაიღუპა და 14-ის ბებო და რაღაც ძალიან ხო. და მაგის მერე უფრო მაგის მერე რაღაცა ჯოჯოხეთი დაიწყო მანამდე არისო ხო. ვაუ, რა საოცრება არის არა. ბებია ჩემს კონდა, ბებია ჩემს რაღაცა მოსკოვის ხო დადიოდა ხომ და რაღაც ოხახში შუბები და კარები და და სახას როგორ ნატაროდის დაირქვი? ბავშვობაში ალბათ. და ვინ ბებია სახელი? ჩემს დედა გარდაიცვალა 101 წლის. ერქვა ნატო. ხო და ყავდა ქალს მაშინ ხო 8 და 12 შვილი ყავდა 8 დედმამიშვილი იყვნენ ბებია ჩემს დედა. იმიტომ რომ არ იცოდნენ რომ მე გადარჩებოდა ბოლოს და რაღაც ბევრი შვილებს აჩვენე. იმიტომ რომ ყველა გადაურჩა იმ ქალს ბაშკაცური ქალი იყო იცი. სუგანცდა ხოლმე ეს ქალი რომ მე ანუ 8 შვილი გავაჩინეო 32 შვილი მყავსო და არც ერთ მონეტო არ დაარქვაო და მე თქვი მე დავირქმევ დიდი გოგო რო გავიზრდები და რაღაცა დედის ერთა ანუ დედის ერთა არა ბებიის ერთა რო ვიყავი ბებიის ერთა ვიყავი რაღაცა თანამოჩემი ძალიან უყვარდათ და იმის შვილია და ვაიმე იმის შვილია და რასაც წამოვიწყებდი ყველაფერს თავს მიკრავდი. თან ბებიაჩემი შიში ქონდა თვირას გავედა და ბებიაჩემი დაჭეხავდა ქალი ხანჯები დადიოდა და ისე რაღაც ბებიაშენის მიმართ ქონდათ ხა ანუ რაღაც რატო აცმევთ ბავშვს ასე ან რატო აცმევთ ხოლმე ხო. ხო, მაგრამ პირიქით ბებიაშენი ხანჯლით დადიოდა. აი მე ხო თითქმის ნახევარობას არ ელაპარაკებოდა მაგის გამო. აუ ნატა, აი ერთ წამში ახლა ან თუნდაც ერთ ღამეში საქართველოს რო გახდეს უსაფრთხო სრულიად ტრანს ადამიანებისთვის პირველი რას სამდი? აი მე არ ვიცი, დაბრუნდებოდი ჩემს სამშობლოში, მართლა იძულებით მივდივარ გეფიცები გული დამანგრია ამ წასვლამ არ მგონია რომ საფრთხო გახდეს არასდროს. აქ ქართველებმა კაცმა ყოფ თავისი გეობა და ტრაკი დაიცვას და დამალოს, ყველაფერს იკადრებს, მოკლავს, ჩაქოლავს. ჩემ ყოფილ კლიენტებს ქუჩაში მოუყენებიათ სიტყველი და ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმის გამო რომ მოკაცებთან იყვნენ და ეგონათ რომ მივესალმებოდი არამეს გავაკეთებდი თავს დამსხმიან. ხო და ძალიან რთულია ეგეთ ანუ ყოველ 24 საათი დაძაბული მახსოვს ერთხელ თვითმფრინავში არამატაინეს დიზაკის სპრეი და როგორ ვიყავი ფაქტიურად შიშველი ავედი კიდე დაიჯერე კიდე არა მე გონა რომ ყველამ შიშველის ვარ და ყველა მიყურებს ანუ როგორ რა დღეში ჩავარდით ჩავედი მე
და ვეუბნები ჩემ და კაცს ეს პრობლემა მაყენდა და მე აქ არავის არ ჭირდება და არ გჭირდებაო. აქ არც არაფერი არიან, არც კარტელები არიან და 5-6 ქართველი ვართ ერთმანეთს ან ვუფრთხილდებით ძალის ჩინივით და დაჭდამშვიდდი. შვედეთში გეუბნებით არ მიყავი ვიზა ლიბერალიზაცია მაშინ ჯერ არ მქონდა. ძალიან დიდი ხნის წინ და რაღაც ის იყო რა, ანუ მივხვდი რა იყო, რომ მე-4 თუ მე-5 დღეს მოვდუნდი, მივხვდი რომ ჩანთაც აღარ წამიღო, ჩანთაში ატრიბუტიკა მილაგია და თავდაცვის იარაღი. ესე დანა და ის არ მიდევს იარაღი თოფი, მაგრამ რაღაცები ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი ქალური გამოცდილება რა, რომ ყველა რაღაცა ისე დავდივართ შეშინებული და სიბნელეში რაღაცა რომ ანუ ხანდახან მქონია შემთხვევა რომ მიდიხარ და ორჩდის რომ ხედავ ორივე შენი რვა, მაგრამ უცებ რო გონია რომ უკან ვიღაცა მოყვება და რაღაც სავარაუდოდ ყველა აი იმ სერიალში რო არის რა ქვია Sex Education-ში რო შედიან გოგოები ოთახში და რაღაც არევასებათ ერთმანეთი და ბოლოს რაღაცაზე დაიწყება ლაპარაკს და ყველა იმაზე შეთანხმება, რომ კაცისგან რაღაცა შეურაცხყოფა ან სექსუალური შევიწროება ან რაღაცა უგრძნიათ რა და ეს ძალიან ქალური და უნიკალური გამოცდილება არის ან ჩემი აზრით. ისე ჩემი ყოფილიც მთხოვდა ხოლმე ყურადღებას. და რა ქენი? რა გთხოვდა? საბოლოოდ დავშორდით, მინდა გითხრა რომ დღემდე მიყვარს. სანამ წავიდა და წერილი დამიტოვა და ანუ შემთხვევით ნახე მაგიდაზე და ეს პატარა გულები ეხა და შავი პასტით და შეგინ წერილი წერა და ბოლოში ეწერა რომ როცა მზად იქნები მაშინ გადააგდეო. ეს წერილიო? ხო. ხო და შემოისროლე. არა, 1-10 წელი ვინახე მე. 10 წელი? მე მგონა ეხა დაგიტოვა სანამ წახვიდე. პირველ პარტნიორზე ვამბობ. ხო და რა მომენტი იყო იცი მანდ კიდე მე ვიღაცა ნუდები გაუვრცელა. ყველგან დაბლოკეთ ერთმანეთი. რაღაცა ძალიან მიჭირდა, მე რაღაცების გაგრძელება და ყველგან დაბლოკეთ და ვიღაცა ერთ-ერთ დეიტინგ აპლიკაციაში დადო ამისი ნუდები, სადაც სახეც უჩანდა და ყველაფერი აქვს. აი რასა. ოღონდ ისეთი გარეგნობის ბიჭი იყო, რომ ვერ მიხვდებოდი რომ ქართული რაღაცა ჰოლივუდის ვარსკვლავს გავდა არ ვაზვიათებ. ყველა პარტნიორი ეგეთი მყავს. ეს გარდა რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნე. იმიტომ რომ მახინჯი. არა, არის, მახინჯი არ არის, მაგრამ რაღაც ეს 2 მეტრიანი თხელი ცხენივით კაცები და ეს რაღაცა ეს უბრალოდ ის იყო ჩადგმული ბეარი ტუნტულა რაღაცა ხო. მე მიყვარდა ადრე ეგეთები. ეხლა მიყვარს ეგეთები. დაკუნთული ტიპები არ შემიძლია. ცოტა ბუნჩულანი, აი რაღაცა გამოყვანი ხო კუნთები. რაც მეგონა სერიალში იყო ესეთი რაღაცა ერთ-ერთი სექს მუშაკი ამბობდა რომ ცოტა ასაკიანი ქალი იყო და ჩემს ასაკშიო კაცებს რო ხვდები, უფრო ლაპარაკი უნდათო ვიდრე სექსი რა და შენ ქონია ეგეთი გამოცდილება რომ უმეტესობას მართლა ხო? სამწუხაროდ სამ ქვეყანაში არც სექსუალურ, არც რეპროდუქციულ და არც ფიზიკურ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ. რამდენი, ანუ მიუხედავად საკმაოდ ბევრი კაც შევხვედრი ვარ, რამდენიმე იყო, რომელსაც მოწესრიგებული ქონდა რაღაცა პრობლემა ყოველს ქონდა, ანუ რეპროდუქციულიც და სექსუალურიც და ფიზიკური პრობლემაც. რამდენიმე იყო, რომელსაც არ ქონდა. ხდები? აი, შეიძლება ერთზე ჩამოთვალო. ვიღაცას იმის პრობლემა აქვს, ვიღაცას ამიტომ ვერ აღიქოს ეს პრობლემა და რომ მოდის და ვუხსნი. შენ ტრანსი ხარ და არ გეწოდნ თქვი ქალო ტრანსი რა შუაში ტრანსობა, ან ქალობა, ან კაცობა, რაღაცა ინფორმაციასთან და რაღაცის ცოდნასთან. ანუ დავს მიხედე და უპროექტ თემა არის ხოლმე, მე დაჯდებენ და 1 საათი. მე სექსამშოში რო ვიყავი აპლიკაციაზე მეწერა ესკორსაიძე, რომ შეხვედრები, პაემნები, საუბრები, კონსულტაციები, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ჩემთან არის ფასიანი თქო და უფრო მეტი იწერებოდა ვიდრე სექსისთვის. შედესკრიფტები საკმაოდ ბევრს შოულობდი. მოდიოდნენ, ვიღაცა სახში ამოსვლის ეშინო და ვიღაცა ტელეფონზე მელაპარაკებდა და მირიცხავდა, ოღონდ ვიღაცას გარეთ უნდა გაყოლოდი, ვიღაცა ცოტა აზრზე მოსული და ისეთი ცალფეხზე მკიდია ტიპი იყო, ვირა სიტყვა და სადღაცას კუსტმაზე კაფეშიც უნდა დავართ და გვილაპარაკია და რავი 3 საათი თემები ჩაგვიშლია. რაღაც ახლა ჩემ დროს რო ვუთმობ, შესაბამისი ანაზღაურება მჭირდება, ხვდები? ხო. და საინტერესო. ხო. კაი, შენ აი ერთი გოგონა გწერს. რა მაგარია რომ ნატა ყავთ. ვკითხავდი, თემში მეტი სოლიდარობა როგორ შეიძლება ვაჩვენო ადამიანებს? როგორ უნდა აჩვენოს თემში მეტი სოლიდარობა და ან ყველა ბომჟი უნდა ვიყოთ, ან ყველა დედოფალი, იმიტომ რომ უთანასწორო გარემოა, ვიღაცა პრივილეგიებით სარგებლობს, ვიღაცა არა, ვიღაცას აი რაღაცა ხელში ისუჭირავს, ვიღაცას ეს უჭირავს, აი ძალაუფლებებზე მოკლაპარაკი, მოსაწოვები, რაღაცა თემში რაღაცა სუ ივენთები, სუ რაღაცებია, ვიღაცასაც აი ეს და ქმნის შურს
შურის მომენტს, ბრძოლის მომენტს, შუღლის ფიზიკური დაპირისპირების 1000 რაღაცის. ანუ უფრო ინკლუზიური უნდა გახდეს და თანასწორი. ხო, გონია. რაღაცის პრივილეგირებული სადავეები მგონია რომ ერთეულებს არ უნდა ეჭიროთ. კიდე ერთი და მგონია რომ ცოტა დაალაგდება. კაი, აბა მე შემდეგი ისტორია. შემდეგი ისტორია. შემიყვარდა ბიჭი, გოგო იწერება. შემიყვარდა ბიჭი, რომელსაც ვიცი, რომ ჰყოლია გოგო შეყვარებულები, მაგრამ ეხლა უფრო ბიჭებისკენ იხრება. დეითიც გქონდა და ყველაფერი უმაგრესი იყო. უბრალოდ გრძნობ, რომ ბოლომდე საკმარისი მისთვის ვერ ვიქნები. არადა როცა ერთად ვართ, ყველაფერი სრულყოფილია და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. და თითქოს თვითონაც ასე გრძნობს თავს. ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით? სათამაშოები იყიდეს. Strap on. იცი რა მაგ შემთხვევაში მე არ ვარ მე ურთიერთობაში მონოგამი ვარ ძალიან და მე რო პარტნიორი ყავს ვინმესთან რაღაცას ბარიერები მქონდა არ შეიძლება ძალიან ცუდია ხო და ჩემ პარტნიორს შემოუთავაზებია დამატება ადამიანს შეიძლება ვინმე დაიმატონ თვითონ არა პრობლემა ან სათამაშოები იყიდონ ან უნდა მისცეს ხოლმე ხანდახან გაძრომის საშუალება მე მგონი ხვდები ვინც მოგწერა მე სხვას ეგეთი რამდენი თუმცა სანამ გაყვებოდა ვუთხარი დავშენ ქმარს შენზე მეტად კი არა სამშობლოზე და ქმარზე მეტად უყვარს ნუ მიყვებით ხო ქართველი კაცი რომელიც არის ამბისექსუალი ან საპირისპირო სქესის მიმართ თუნდაც მე ტრანსი ქალი კი ვარ მაგრამ საპირისპირო სქესი ვარ ხვდები ანუ ქალის ანუ მამაკაც ანუ თავისივე სქესის მიმართ ვისაც ტოლვა აქვს რაც არ გინდა მეოჯახე იყოს ყოველთვის გადაწონის პენისის სიყვარული ქართველი კაცი ყოველთვის სამშობლოზე მეტად პენის აფასებს აღმართლა ჩემი პროდი გამოცდილებიდან თეგლაინი გადაცემის საშინელება ჩემი გამოცდილებით ვსაუბრობ კი არ ვიტყუები და საშინელება კი არ ვიტყუები საერთოდ ძალიან მოვიმატეთ ნაშიდ გავარხი პით ავტობუსკაჩი ვიღაც კაცი მოვიდა და არ გწვენია ტრანსფერ რო გინდა მუცელი მაინც დაგდო აი ბატონო რას კადრო თორსულად ვარ თქო ისე დამაჯერებლად უთხარი ამ კაც ბოდიშები მახტებინე ბავშვობაში კონცერტებს ვატარებდი ხოლმე და დოლი არ ქონდა და ვედრაზე ვუკრავდით ხოლმე და მე ლელას სიმღერებს ვმღეროდი ოღონდ მართლა ვიდეოებიც არის სადღაც რომელია შენ საყვარელი ლელას სიმღერა სანაიეს რომ მიუძღვნა ძალიან საყვარელი ალბათმა ეგ არის ხო მამე დაღამდება ეგ ძალიან სევდიანი ეს მინდა ვკითხო ნატა შენთვის როგორია იდეალური პაიმანი მე მგონია რომ ჩემთვის რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ძვირად ღირებულზე მნიშვნელოვანი უფრო არის გარემოს შექმნა ღია სივრცეში ძალიან რთულია რომ კაცმა პაიმანზე დაგპატიჟოს და ჩემთვის ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი უკვე ანუ მე ხვდებოდი ერთ ვიჩ ძალიან კარგ სასტუმროში ძალიან კარგ აი ესეთ ხუთვარსკვლავიანში აჭარა ჯგუფებში დიაბებში შეფზარეულია აუი მეთქი მად მივყავდი და არა მივყავდი ანუ ვიყავით მან გავიცანი მე და ჩემი და ქალს რაღაცა გვიგას ხრებავთ თუ რაღაცა ხო და მოვიდა და შენ ნატეტალიკიშვილი ხარო და მეთქი მე კი თქო მე არ მაქვს იმის ამბიცია რომ ვიღაცა უნდა მცნობდეს ქუჩაში თუმცა ესეც სოციალური ქსელები აქვს მცნობენ ხოლმე და ამ გადაცემის მერე უკვე მორჩა ამერიკაშიც გიცნობ დასაშიტებათი ხო და თქვენ ნომერი მინდა ინსტაგრამზე მოგწერთ და დამბლოკეთო. აი მე მეთქვი რატო დაბლოკეთქო? ეთყობა qalbi აკაუნტი გქონდეთ თქო. არა. არაფერი არ მაქვს ერთი ინსტაგრამი მქონდა ისიც რაღაცების საკომუნიკაციო და შენ სახელებო რატო არ გიწერიეთ თქო გამიჭედი ამ ფოტო რატო არ გიდოსკო? ტრანს რო წერ მაგიტო იწერებთ ამ qalbi აკაუნტებით თქო რა. ანუ ეგ ტრავმად მაქვს ანუ თუ ვიღაცა ჩემი გაცნობა უნდა რომ მომწერს უნდა მიხვდე ვინ წერს ვინ არის რაღაცა პირველი წარმოდგენა შემოგდა. უნი რო გიწერე და უნი რო გიწერე და გიო პასი და გიო აქტი რო გიწერია ანუ სვინგერ და მინგერ არ შემიძლია რა მართლა გეუბნები აუ გიო პასმა მეც მომწერ მაგისი ფოტო განახო მე ფოტოს ჩავიდო მართლა ყველა წედა იმიტომ რომ ჩვენ დაკალოს დაგვიარა ბოლო ჩემო დაკალმა მადლი მოისთა ჩემს ხიმოსილმა ბელამ და უმას ინძლა არა არ მოვწერია მიხური არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ ნატურალი ხალები მოსწა აუ ის როგორ იყო იბარო აქ მე ვარ ილნა შეფათავამ რა თქვა კესარიასთან ერთად მიგენდერი მხოლოდ ერთადერთი ნატურალი ამ სტუდიაში ვარ მე ნუქსი ვაი მე ილნაზე ხუმრობთ ხოლმე ძალიან რაღაცებზე და
ჩემი დაქალი რომელიც ამერიკაში არიან, რომერიკა ხოლმე მეუბნებიან, რომ იუნასა ტუიას ბუჩქები რომ გამოატანეო, დარგაო Times Square-ზეო და რო ჩამოხვალო, მანდ ხო ცირკი გქონდა და აქ იუნას დარგული ტუიები გაქვს და იქ ბუჩქებში შედაიღო და ზან ამერიკაშია ვერიტანი ანუ რამე დამოკიდებულება არ მაქვს მაგ ანუ რამე ეს ის კი არ მაქვს არც საერთოდ არ ნერი დამოკიდებულება არ მაქვს არც ნანახიც არ ყავს არასდროს ეს ჩემი დაქალები ძალიან გადამტერებელია რა იცი რატო ხო ამერიკაში მცხოვრები რა არ იცი რატო ეხლა მაგ გადაცემის დიდად ეხლა ჯაჯანიძის მაყურებელი ქალი არ ვარ ხო მაგრამ ეგ ძალიან აიკონიკ გადაცემა იყო ზეპირადაც სამეგობრო მე და ზოგადად იქ არ ვიყავით თორე იქ დღეს მოვუწყოთ თქვა ჩვენ ტრასებს მაგდროს თავშეკავებაში მე რო ვიღაც რაღაცას მომდეო შეიძლება კიდე გავტო როცა ხედავ რომ ჩემი დაქალი რაღაცა ჩიხშედ ძალიან ცუდად არის შემიძლია მაგდროს კაცი შევჭამო ახლა ჯაჯანიძე შევჭამო კერა ერთ უკმოთ გადავყლაპავ ბუმბულებიან და არც დავაკაკანებდი ასე ბუმბულებს არის რა კაკანის საშუალებასაც არ მიგწევდი არა ისე მართლა ჩვენ ბავშვებს ერთ-ერთი ყველაზე ის მეც სამბერჯი მაქვს ნანახი ეს და ეს ხო ნატურალი ქალი და რა სქვია და იმერო მე შუაში რო ილობერო შვილიზის მაიმე ძაასახო და იმერო ის რო თმები არ გაქვს დაბანილი ხო მიზი ხარ დასაბანი ერთად იყო სასტუმროდან გამოსულები და კესერემ ძალიან კარგად იცოდა იუნია რომ იუნას სამდღის დასაბანი დავიჭი აი მოდი ეს ვთქვათ რა მაგ შოუს მერე შერიგდნენ 2 წლის ეს ახლა იწერებოდა მაგიტო ვიკითხე არა კაცო მე კესამ თვითონ თქვა რომ მივწერე რომელიღაცა გადაცემაში და მაგედანიც იმიტომ რომ მე Facebook-ზეც უჩვენდათ და გამომწერებშიც ერთმანეთი აჰა ანუ ეს კესარი არ იყო კონფლიქტური როგორი იყო იცი როგა გაგეხმურებოდა და რამე რო გეთქვა ზედმეტით პასუხს არ დაგიბრუნებ და მივხვდი რაღაც თავის საქციელებით ამტკიცებდა რომ ქალი იყო ქურა ხო ხდები თუ ქულარი კი ხო ანუ შანსი იყო პასო მე რა ვიცი მე რო ვინმე რაღაცას მეტყვის გქონდა სანამ სახლის კარსა შემგრო და არ შევარდებოდი ხარ საერთოდ და მაიმუს ეხლა ხო ქუჩაში ვინმე რაღაცას შემოძახა ყველო პიდარას და მიდი ამტკიცოს რო არ არის და სავარაუდოდ არის იმიტომ რომ გარბიან კაცი რომელიც არწოს დაუძახებ ის არ გაიქცევა მოგიბრუნდება და ეს სამბედნიეროდ ყველა კაცი გაიქცა ისაც დაუძახა ისე ხო ნუ ეხლა კი ხუმრობ და რაღაც მაგრამ ალბათ კესარიას ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული არის ამ ხო ნანუკამდა და რამდენიმე დღის წინ კესარიას ედის ინტერვიუ ძალიან განვიცადე ჩვენ არ მეგობრობდით რავი სულ სამჯერ გვაქვს კომუნიკაცია ისეთ Facebook-ზე აი სამჯერ და მაქსიმუმ თითო კომუნიკაცია 4 მესეჯით შემოიფრთხილდა და 3-ით რომ უკდა მე ვნახე იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 2-3 წელი მეტიც დაჟე მიმოწერა არ გქონია ხო და ხო ძალიან რთული იყო და ძალიან დამანგრეველი მაგ ეგ არ ყოფილა იმის განპირობებელი რომ ქვეყანამ წავალ კიდევ არის მდგომარეობა აქ ქვეყანაში ნუ არც პირველი შემთხვევა არ ყოფილა მაგრამ ერთადერთი ქალი იყო რომელიც იყო ხელშეუხებელი ოღონდ ხალხი რაღაცა პირადი ურთიერთობები კიდე გამოცდილებები რომელსაც ესახიათ ახლა ვერ იტყვის ადამიანი ერთ პანდემიის დროს ჩემი გულს მოგახსოვს და ვერ შევლებდა ერთ დიდარეკვით ვიშონე პალატა კი არა და საწოლი რა ვიცი მექსიკაშიც კი დაქალი ყავს წარმოიდგინე ახლა და ხო ხდები ჩემ კავშირებს რაღაცა რაღაცის საზღვრები არ აქვს და ხო ეგ ძალიან მაძლიერებს და ძალიან მნიშვნელოვანია ნეტვორკინგის სკილები გაქვს ესე. პირველად ორგანიზაციაში მე არც ერთ სამსახურში CV არ მაქვს გზავნილი. ყველგან მირეკავდი ინტიც რა ნეტა ჩვენ თანამშრომლობას დაიწყებთ. აუთრიჩერად. კი. აუთრიჩერად. გადავხედავ ჩემ კალენდარს და ეს უნდა გამოგხდები. ნეტა ჩვენ გვაქვს ერთი რაღაც რომ აი შენს კამერაში უნდა შეიხედო. თქვა შენი სახე და გვარი ვიხარ და აგრეთვე თქვა რომ დღეს ამბობ რომ რჩები დაქალთან, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებ? ანუ ჩვენი ყველა სტუმარი იძახის ამას. და ანუ ხო იცი და ქართარჩების რო იძახიან და სინამდვილეში სხვა გარამიტიან. მიკროფონში თქვა ხო? ხო. ოღონდ გულწრფელად თქვა დღეს არსაც ვაკეთებ. არა, რაც კიდე ის თქვი. მე რა ვიტყვი? გულწრფელად ვიტყვი. მე ვარ ნატა ტალიკიშვილი 35 წლის თბილისიდან. დღეს ვრჩები დაქალთან, მაგრამ საღამოს მაცილებენ ჩემი ნათლულები. რამდენიმე მეგობარი და მე ღამე მაქვს 2 დეითი. რომელს გავმართლებს, ოღონდ არ ვიცი. მე 20 წელი ამ ქვეყანაში უფასო სექსი არ მქონია და დღეს ვაპირებ. ამით ემშვიდობება საქართველოს. გამოსამშვიდობებელი საღამო აქცია.
ვაუ, ძალიან მაგარია, დიდი მადლობა რომ მოხვედი, ძალიან სასიამოვნო იყო, ბევრი რაღაცა იქნება აქედან ამოსაჭრელი და ბევრზე თუ დასადები. იმედია არის წვალე. დიდი მადლობა რომ მოხვედი, წარმატებები, თუ ლონდონში იქნები, მეც იქ ვიქნები და შემეხმიანე და თუ ამერიკაში ვიქნები, შენ თავრჩები როგორც გავიქ. რა თქმა უნდა. ან შენთან ან კვირიკაძესთან იმის სიცხოშე ორივე პირდაპირ დაიდგინით, კამერით წინ ეკითხება. რა პრობლემაა, მე ან პატიოსანი. ორივე კვირიკაძესთან დავრჩეთ. ორი უკეთესია. მეც ეგედია უბრალოდ. მეც მოწონს ეგაზე. მოკლედ ბიზნესი ირაკლი აღაწყეთ. შეგეხვიადებით და დიდი მადლობა და იმედია არ ვიცი შენ რას ფიქრობ როგორ ფიქრობ, მაგრამ იმედია რომ ეს ქვეყანა გახდება უსაფრთხო ყველა ქალისთვის და ყველა კვიარისთვის და ზოგადად ყველა ლატენტური გეისთვისაც. ნუ რა დაკამიგავდნენ ბოლო-ბოლო. მეც ვიტოვებ. დაკამიგავდება საერთოდ არ ესაჭირო, უბრალოდ ვიღაცა რომ არა ბულინგო, ეგეც საკმარისია შენ რაკეტას წავედ, ხო? დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენ გადაცემას უყურებთ კავია პლუს და მალე YouTube-ზეც. დიდი მადლობა კაფე Airs, სადაც ჩვენ ამ გადაცემას წერთ. ძალიან გემრიელი საჭმელი და სასმელი აქვთ და აუცილებლად შეირბინეთ ხოლმე ლანჩის დროს და Posterations, რომელსაც ძალიან საყვარელი პოსტერები გვიმზადა. ნახვამდის.